ხშირად ადამიანი არ უყურებს საკუთარ თავს, ხშირად ადამიანი არ იხედება ღრმად საკუთარ გულში, საკუთარ გონებაში, საკუთარ ფიქრებში, საკუთარ ზრახვებში. არ უყურებს ამას და უკვე ადვილი ხდება მისთვის ისაუბროს სხვაზე, ადვილი ხდება მისთვის გაარჩიოს სხვისი ცხოვრება, ადვილი ხდება მისთვის ურჩიოს და თქვას ვინ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ საკუთარი ცხოვრება შეიძლება სულაც არ იყოს მოწყობილი კარგად, მაგრამ ჩვენ ვიწყებდეთ სხვისი ცხოვრების მოწყობას. ეს არის რაღაცნაირი სულიერი აშლილობა, რომელიც თითქოს მთელ კაცობრიობას უჭირს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არა საკუთარი ცხოვრების განხილვით და განსჯით, არამედ სხვა ადამიანის ცხოვრებით, მისი განხილვით, მისი განსჯით. საოცარია, ვფიქრობ ხოლმე თუ როგორ ვაპატარავებთ ჩვენ სარწმუნოებას ჩვენივე ცხოვრებით. რაოდენ სულძელია, რაოდენ მოსიყვარულია ღმერთი, რომ ღმერთი ელოდება ყველას, უძღებს შვილს ელოდება, თითოეულ უძღებს შვილს, გაშლილი ხელებით ელოდება, რომ გულში ჩაიხუტოს და ჩვენ კიდე რას ვაკეთებთ ამ დროს? სულაც არ ვფიქრობ დავემსგავსოთ ღმერთს და ყველა გულში ჩავიხუტოთ, არამედ პირიქით ვიწყებთ სხვისი ცოდვების, სხვისი მანკიერებების წარმოჩენას. საოცარია თუ დავფიქრდებით, ერთი წამით მაინც რომ დავფიქრდეთ, რომ ღმერთი ისე განსჯიდეს სამყაროს და ისე განსჯიდეს ადამიანებს, როგორადაც განსჯით ჩვენ. აი წარმოიდგინეთ, ღმერთი რომ იყოს ჩვენნაირი, რას გულისხმობ ჩვენნაირი? ღმერთი რომ იყოს ისეთივე განსჯელი, როგორადაც ჩვენ განსჯით ერთმანეთს. წარმოგიდგენიათ, ვინმე საერთოდ შეძლებდა ცხონებას, ვინმე იქნებოდა ბედნიერების წიაღში? ვერავ, მაგრამ დიდება უფალს, რომ უფალი სწორედ ყოვლად მოწყალე მამაა და ისე არ განსჯის, როგორც ჩვენ განსჯით, ისე არ განიკითხავს, როგორც ჩვენ განვიკითხავთ. ამიტომაც უმაღლესი რამ გითხრა უფალმა, საოცარი რამ გითხრა ღმერთმა, რომ იყავით ისეთები, როგორიც მამაი ჩემი ზეცათა ისრულავს. ეს არის უფლის სიტყვები, უმაღლესი მოწოდება, რომ იყავი ისეთი, როგორიც ღმერთია. საოცარი სიტყვები, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ გვინდა რომ ღმერთიც ჩვენი მსგავსი ადამიანი გავხადოთ, მაგრამ არა მსგავსი ბუნებით, არამედ ხასიათებით, მსჯავრით, განკითხვით. ხშირად გაიგებთ, ხო აი ღმერთი დასჯის. ეს არის ირიბი წყევლა ადამიანის, რომ ღმერთი დასჯის. ესე იგი, რაღაცნაირად გინდა შენც რომ ღმერთი გახადო ისეთივე მსჯავრის მატარებელი, ისეთივე მსჯავრის დამდებელი ადამიანზე, როგორიც შენ ხარ და ამ ყველაფრის მშობელი არის ამპარტავი. იმიტომ რომ თავდაბალი ადამიანის გულში არ არის განკითხვა. ამპარტავნების თავარი, ყველაზე ძლიერი საცეცი ამპარტავნების არის სწორედ განკითხვა. ყველაზე ძლიერი საცეცი, რომელსაც აი პირდაპირ გულში, სულში თესავს და ამ განკითხვით უკვე იმ ადამიანს კი არ გაყვარებს, არამედ პირიქით გაძულებს და გარღვევინებს ყველაზე უმთავრეს მცნებას, რომელზეც უფალი გვეუბნება, რომ გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი. ადამიანის სიყვარულს გაშორებს განკითხვის სოდვა და ამ ყველაფრის მშობელი არის თავად ამპარტავნები. იმიტომ რომ იმდენად საკუთარ თავშია ჩაკეტილი დღევანდელი კაცობრიობა და დღევანდელი ადამიანი, რომ აი ეს ეგოიზმი ძალიან ძლავრია და ამ ეგოიზმით უკვე იშვება ჩვენში ის, რომ სხვა არ არის ჩვენზე უკეთესი და ვიწყებთ უკვე სხვის ძაგებას, ვიწყებთ სხვის განკითხვას, სხვისი ცოდვების, სხვისი შეცდომების წარმოჩენას. ძალიან ადვილია წარმოაჩინოს სხვისი შეცდომა. ეს ძალიან მარტივი, ეს არის ეშმაკის საქმე, ხო? ეშმაკიც ამას აკეთებს, სწორედ რომ ცუდს ეძებს ადამიანებში, მაგრამ საღმრთო საქმეა კარგი ეძებო ადამიანებში. განა ილუზიაში ვიცხოვროთ, რომ არაფერი ცუდი არ, როგორ არა, უამრავი ცუდი ხდება ჩვენს გარშემო, ძალიან ბევრი ცუდი ხდება, როგორც ეკლესიის წიაღში, ეგრე ისევე ეკლესიის გარეთაც, ნებისმიერ სტრუქტურაში, ნებისმიერ სისტემაში, მთელ კაცობრიობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ცუდი ხდება, მაგრამ ძალიან ბევრი კარგიც ხდება. და არჩევანი უკვე არის ადამიანზე. ეშმაკი ამ ყოველივედან, მთელი კაცობრიობის ამ მონაპოვარიდან, ცუდიდან თუ კარგიდან, ეშმაკი ცუდს არჩევს და ცუდზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ღმერთი და ქრისტიანი კარგს უნდა ეძებდეს და კარგზე უნდა აკეთებდეს აქცენტს. და თუ დაინახა ვინმე შეცდომილი, და თუ ნახა ვიღაც, ვინც უშვებს შეცდომას, ხო, უნდა ილოცოს მისთვის. კი არ უნდა განიკითხოს და მოედანზე კი არ უნდა იყვიროს, რომ მან შესწოდა, არამედ პირიქით გულში ჩაიხუტოს, ჩაიგრას, მივიდეს თუ რაიმე ისეც აშავებს და აკეთებს, რომ მიუღებელია, ხო, მივიდეს და უთხრას მას სიყვარულით, რომ ჩემო საყვარელო ძმაო, ეს არ არის მისაღები. ხოლო შემდგომად ამისა უკვე ილოცოს მისთვის, რომ ის ადამიანი დაადგეს ქრისტეს გზას, როგორც ჩვენ გვმართებს, რომ ჩვენ თვითონაც დავადგეთ ქრისტეს გზას. ადვილია მიუთითოს სხვას, მაგრამ ძალიან რთულია ჩვენ მიუთითოთ საკუთარ თავს, მაგრამ სხვისი სწავლება, სხვისი განსწავლა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ და საკუთარი თავის განსწავლით და საკუთარი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ სხვა ადამიანზე საუბარი თუ სხვა ადამიანის